ბატონი ბეჟან ჯავახია ისტორიკოსი, ქალბატონი სევდია უგრეხელიძე პოლიტიკოსი და ქალბატონი მაია ბადრიძე თარგმნელი. პირველ რიგში ყველას ძალიან დიდი მადლობა. დღევანდელ დღეს გილოცავთ, თუმცა სანამ ჩვენ დავიწყებთ საუბარს, მინდა ერთი ნაწყვეტი სულ ერთი წუთიც არ არის გაჩვენოთ. რაც ინამდვილეში თქვა, მაგრამ რისი თქმაც ბოლომდე ვერ გაბედა ჯერ ირაკლი კობახიძემ თავის ნაწერში, ხოლო დანარჩენებმა თავის ინტერვიუებში. ისმინდა რომ მოგასმენინოთ, უბრალოდ სხვა ადამიანი არის სპიკერი, ბატონი ნიკოლოზ ჟავანაძე, მის ამსიქ ანუ იშვიათად რო ეკრანზე ჩვენთან იყოს ხოლმე, მაგრამ ამ კონტექსტში საინტერესო არის მაინც რომ მოусმენთ, იმიტომ რომ რაც ჯერ ვერ გაბედეს ამ ადამიანებს და იმას ლაპარაკობს ბატონი ჟავანაძე, რაც ნამდვილად უნდა დაუფასდეს მას ამ შემთხვევაში და მოდით ერთად ნახოთ. დღე, როდესაც თავისუფლებისათვის მებრძოლი ახალგაზრდები შეეწირნენ იმ ოპერაციას, რომელიც ჩაატარა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოში თავისი აგენტურის გორბაჩოვის შევარდნაძის მეშვეობით. დღეს ეს ნაძირლები ვინც არიან შეკრებილი და ჩვენო ხელისუფლებას არ მიუშვებთო იქო. და თქვენ ვინ ახართ ერთი რაუფლებით გეხართ მათ? თქვენ ხართ მონები, თქვენ ხართ დოლარებზე გაყიდული ხალხი, რომლებიც იქ გეხართ და უმანკო ახალგაზრდები იდგნენ იქ და ელოდნენ თავიანთ განაჩენს, რომელსაც გამოუტანდა მაშინ ამერიკის შეერთებული შტატები. ჯერჯერობით თლათ ასე საუბარს ვერ ბედავენ, ეთყობა ჯერ ის დრო არ დამდგარა, მაგრამ მაინც ბატონ ბეჟან, მინდა კითხოთ რა ფაზაში არის ზოგადად შესული სიტუაცია. ამას საუბარი რა თქმა უნდა დავიწყოთ დღევანდელი დღის მნიშვნელობის აღნიშვნით, თუმცა ჩვენ წლების განმავლობაში ბევრი კი გვილაპარაკია, თუმცა როგორც ჩანს ქართული საზოგადოებით რაღაც ნაწილისთვის ჯერ კიდევ არ არის სრულად გაცნობიერებული 9 აპრილის მნიშვნელობა, როგორც 99 წლის, ასე 91-ის და ჩვენ ვართ ჯერ კიდევ ის საზოგადოება, რომლის ნაწილის манипуლირება, როგორც ჩანს ჯერჯერობით კიდევ შესაძლებელია ადვილად. მადლობთ. მე დავიწყებ თქვენ ბრძანებდით მათ დამოკიდებულებაზე წარსულისადმი და საერთოდ ამბობენ რომ პოლიტიკური პარტიების სადმი დამოკიდებულება განისაზღვრება არა იმის, რაც წარმოადგენენ ისინი რეფორმებს ეკონომიკასა და თქვათ ამ მრეწველობაში ან სხვა მიმართულებით, არამედ როგორია მათი დამოკიდებულება წარსულისადმი და თქვენ აი ეს რაც ახლა ამ წუთში ნახეთ აშკარად ეს არის. და უბრალოდ ეს არის რომ ეს კაცი მოსკოვში მიდის, სურათებს იღებს და ამბობს რომ მოსვენს მოსკოვი და ეს პირმენები და არ მალავს. რუსი ადამიანია, საბჭოთა ადამიანია და მისი განვითარება მის იქეთ აღარც მიდის. ხოლო მეორე ვინც დღევანდელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრია, ის იმ პარტიაში იყო, ბურჯანაძის პარტიაში, მამამისი პოლიტიკური მდივანი იყო იმ პარტიის და ისიც პაკლუნაიაგორას ესე იღებდა სურათებს, ამიტომ ისინი ხელს უშლიდნენ 26 მაისის როგორ დღესასწაულის აღნიშვნას. ანუ ესეთი წარსულის გახსენება არ იქნებოდა სწორი თვითონ ამათი დამოკიდებულება რო არ იყოს წარსულისადმი ასეთი, ხომ? ამიტომ მათთვის დღევანდელი დღე არის ძალიან უცხო და ერთ-ერთი მძიმედ გადასატანი დღე, იმიტომ რომ აქ ჩანს საქართველოს ისტორიის აი ეს მთავარი მუხტი, რომელსაც მათ ეშინიათ ბრძოლისა და გამარჯვების. აი ესეც მათთვის ისინი დასახლდნენ კიდევაც როსტომის სასახლეში, რომელიც ყველა ეს მოსწონდა, რომ სიმშვიდე მოპოვებული მონა საქართველოს, სადაც არა იძრახოდა ენა ქართული, არამედ თვითონ რიტმის კი პოეზიაში სპარსული იყო, არქიტექტურა სპარსული იყო და ჩაცმაც და მეტყველებას მთლიანად. ამიტომ დასახდა კიდევაც ამ სასახლეში თვითონაც და ამიტომაც მათთვის ის რაც ჩვენ დღეს ვნახეთ და რაც ყველამ უნდა აღიქვას, ეს არის ჯვარცმისა და აღდგომის, ეს არის ტამვისა და ტრიუმფის. ანუ ის პირდაპირ ითქვა, ბატონმა ზვიადმა თქვა, რომ სიმბოლურია რომ დღეს ზეციდან დავსხერიან 9 აპრილს მათი სულები და მათ მოგიტანეს ეს გამარჯვება. იმ 9 აპრილის ეს არის ისტორიული ნაწილი ჩვენ გვაქვს ისტორიაში, ასეთი მებრძოლი ქრისტიანობა და მორჩილი ქრისტიანობის ფორმა და წმინდა გიორგი ესეც სახელს განახორციელებს, რომ ჩვენ ბრძოლით მოვიპოვეთ ეს გამარჯვება. ამათ კი ეშინიათ ამ წარსულის. ნახეთ, მე მიკვირს რომ დიდგორისკენ როგორ იყურებიან, ის ასე ახლოს არის თბილისთან და ამ ხელა გამარჯვების მოპოვების ადგილია რა. ამიტომ ეს არის მათთვის უდიდესი ტრაგედია, იმიტომ რომ ისინი მთავრობენ მშვიდობას, რომელიც არის მონობის ნაწილი, მშვიდობა, მორჩილება, ხომ ასეა. ეხლა პრინციპში ქვეყანა, რომელიც ამბობს რომ უკრაინა ებრძვის, მაგრამ აი ვერ წარმოუდგენია რომ საქართველოს ამ წუთში 20% რუსეთს აქვს დაყრდნობილი.
მათ ვერ წარმოუდგენია თუნდაც საქართველოს ის მოსახლეობა, რომელიც დღევანდელ ამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, რომ არის მისი მოსახლეობა და მას სჭირდება დაცვა. როგორ იქცევიან მათ სამარზაღანოში განსაკუთრებით, ხომ? ქართული ენაც აკრძალული არც ისინი არავის არ იციან, ქონებას არ აღრიცხავენ და ამიტომ ეს ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ბოლშევიკური რეჟიმი, რომელიც იყვნენ მართავდნენ ქვეყანას სხვა შორის ისინი 1921 წლამდე საქართველოს დამოუკიდებლობას აღნიშნეს 21 ხო 22-ში და 21-ში აღნიშნეს ხო? ამიტომ მაგრამ ესენი არიან პირდაპირ რუსული რეჟიმი, მოვიდნენ როგორც რუსები. ისიც რა არის? მე დღეს თქვი და ახლა მინდა თქვენთანაც გავიმეორო რომ აქ ეს 9 აპრილი ჩვენ ჩაგვიტარა როდიონოვმა, რომლის ხელმძღვანელი იყო ლებედი, რომელსაც საარჩევნო კამპანიას ბიძინა აფინანსებდა. და ბიძინას აფინანსებდა იმ ადამიანებს, რომელიც დღეს იმედი სტუდიიდან ქართული ინტელიგენციის სახელით გველაპარაკებიან მშვიდობაზე, მორჩილებაზე და მონობაზე და ეს არის მთლიანად. ამიტომ ჩვენ უნდა მიგვექცია ყურადღება, რომ ის ფული, რომელსაც ბიძინა მათ აძლევდა, ის არ იყო 500 და 200 ლარი სიცოცხლის გადასარჩენად. ის იყო მოსყიდვისათვის. ღირსეულმა ადამიანებმა დააბრუნეს ან უარი თქვეს კიდევაც ხო მაშინ, მაგრამ ფაქტი არის, რომ ჩვენ ამ მდგომარეობაში ვართ და მინდა რომ ის დღე ის ადამიანები, რომელსაც თავი გაწირეს, უნდა გვაბრძოლებდეს დღესაც და უნდა იყოს ნიმუში. დაგიბრუნდებით ბატონ ბეჟან. ხალ ბატონ სევდია თქვენთან გადმოვა, შეკითხვით ბატონ ბეჟანმა უკვე ახსენა მშვიდობის ეგრეთ წოდებული არ გაღიზიანების პოლიტიკა, ხო? შეიძლება ისეთ ვითარებაში, როგორც არის ახლა მსოფლიო, ჩვენი რეგიონი, როგორც იქნეს წევა პუტინი, როცა ქმედით შემაკავებელი მექანიზმები სუსტია, იმ გაგებით, რომ თვითონ ის ავტორიტარული რეჟიმი თავის აგრესიული ხასიათით ვერ დასრულდა და აგრძელებს ომს, ბუნებრივი ადამიანებს აქვთ კითხვების საფრთხის განცდა, მით უმეტეს საქართველოს არაერთხელ ყოფილა შეტევის სამიზნე რუსეთისთვის და ამიტომ როცა ისმის სიტყვები პრაგმატული არ გაღიზიანების პოლიტიკა და რაღაცები, ეს თავისთავად ცუდი და დასაძრახი ამოცანა არ არის. სხვა არის ამ სიტყვებს უკან რა ხდება, რა იმალება და რეალურად რა პოლიტიკა ტარდება ამ შემთხვევაში და აი დღევანდელი დღე არის როდიონოვის და ლებედის სულის არ გაღიზიანების პოლიტიკის გამოხატულება, ხო? ანუ რო ის იქ არ შეაწუხონ ისინი. რა თქმა უნდა, ამას ხუმრობით კი ვამბობ, მაგრამ სამაგეროდ ის არის შეურაცხყოფა 9 აპრილის შეწირული გმირების და შემდეგ მთელი თაობების და მანამდელი თაობების, რომლებიც დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ და რომელსაც ერთადერთი მტერი ყავდა და ყავს საქართველოს ქართულ სახელმწიფოებრიობას, ხო? ბოლო საუკუნეების განმავლობაში ეს არის რუსეთი. რა შეცვალა 99 წლის 9 აპრილმა, 91 წლის 9 აპრილმა საქართველოს ისტორიაში, რაც ყველაზე მეტად უნდა გვახსოვდეს. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მიესალმებ მაყურებელს. 99 წლის 9 აპრილი და საერთოდ 88 წლის ნოემბრის აქციებიდან მოყოლებული, ეს იყო უკვე რაღაც ესეთი ლოგიკური თითქოს მთელ საბჭოთა კავშირში მიმდინარეობდა რაღაც გარკვეული აქციები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია და მე მინდა ყურადღება გავამახვილო ამის სამართლებრივ მხარეზე, როგორ წარიმართა ეს ყველაფერი. პოლიტიკური მოთხოვნები ჩვენ გვახსოვს ჯერ იყო აფხაზეთს ეხებოდა, მაგრამ აი როდესაც გამოიკვეთა საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხი, მაშინ გახდა სწორედ დარტყმის ქვეშ, მაშინ მოხდა ეს აქციები და მაშინ გაცხარდა ძალიან ცენტრალური ხელისუფლება და ნუ ადგილზე მყოფი მათი მარიონეტებიც. ამიტომ რეაქცია 9 აპრილის სასჯელი მომიტინგეების მიმართ სწორედ აქედან გამომდინარეობდა. რაც შეეხება იმას, თუ ასეთ შემთხვევაში ვინ როგორ უნდა მოიქცეს და თქვენ რა კითხვაც დასვით არ გაღიზიანებასთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ყოველთვის შეიძლება ამ არ გაღიზიანების გატარება. ეს იცით, როგორი ფორმულა არის, ამ სხვა ეპლის დადანაშაულება. არ ჩაეცო მოკლე კაბა და არ ექნებოდა ადგილი ჯგუფურ გაუპატიურებას. დაახლოებით ესეთი ამბავია. არც ერთი სახელმწიფო, არც ერთი ერი არ მოხვდება ძალადობის ქვეშ, თუ ის მთლიანად მონობაში გადავა დაემორჩილება და ყველაფერს შეასრულებს, რასაც მისგან ითხოვს დამპყრობელი. ამ შემთხვევაში მოხდა ასეთი რამ არ მოხდა. მოხდა ის, რომ ქართველი ერის
პოტენციამ და თავისუფლების მოყვარეობამ ისეთ კონდიციას მიაღწია, რაც შემდეგ ბრალდებოდა ეგრეთ წოდებულ არაფორმალებს და ეხლა ზუსტად ჩვენ ვისმენთ აი ამ პირველყოფილი გამოქვაბულის და არაფორმალებს. დიახ, რადიკალებსა და არაფორმალებს და ვისმენთ ზუსტად აი ამ გამოქვაბულის ბოლშევიკები არიან ესენი ხა მჟავანაძეზე ნამდვილად სხვა რამ და კობახიძის ჩათვლით. ეს არიან იმ დროის გამოქვაბულის ბოლშევიკები, როდესაც უკეთეს ვერაფერს ახერხებდნენ თავიანთი ინტელექტიდან გამომდინარე, რომ ყველაფერზე ასე უკუღმად ესაუბრათ და სწორედ მსხვერპლი დაადანაშაულონ და შეატრიალონ ყველაფერი უკუღმა, ასე რომ ამის კომენტარი ნამდვილად არ ღირს, მაგრამ იმ მომენტში ეს აგიტაცია მიდიოდა, ჩვენ ხედავდით, ისეთ სტუდიები იყო, ესე პანაშვიდივით შავ კოსტიუმებში კომუნისტური ნომენკლატურა იჯდა და ისინი ისხდნენ და საუბრობდნენ ძალიან ჭკვიანი და სოლიდური სახით, ესენი ხშირად იყვნენ ჩვენი საპატივცემულო მეცნიერები, ხელოვნების მოღვაწეები, რომ ასე არ შეიძლება ახალგაზრდები ასე არ უნდა უბიძგოთ ასეთი მოქმედებისკენ. ამიტომ 9 აპრილი იყო არა ის დღე, როდესაც შემთხვევით მოხდა ეს ყველაფერი. ეს იყო კანონზომიერი და ეს უნდა მომხდარიყო რახან ქართველმა ერმა განაცხადა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა. ის რაც მოხდა და აი მოხდა აჩეხვა რუსული სამხედრო ნიჩვებით პირველ რიგში ახალგაზრდა ბავშვების, ქალების და უმწევ ადამიანებს მოხუცვა გაზით და ეს ტრაგედია, როდესაც დაატყდა საქართველოს თავზე, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მე რა რეაგირება მოყვებოდა და ის როდესაც დაიჭირეს დააპატიმრეს მეორე დღეს 5 იყო მე ესე მახსოვს ეროვნული მოძრაობის მონაწილე და ესენი ისხდნენ 40 დღე მოუწიათ მათ ყოფნა, მაგრამ ისეთი დიდი იყო ხალხის რეაქცია რისხო და სხვათაშორის რეაქცია გარედანაც დიდი იყო, რომ ამას მოყვა შემდგომში განვითარება აღმავლობა და რა თქმა უნდა ამან მოიტანა დამოუკიდებლობის აღდგენა 2 წლის თავზე, მაგრამ ეს თვითონ არ მოსულა. მე მინდა აი ბატონ ბეჟანს ემახსოვრება რა ხდებოდა 99 წლის განმავლობაში. ძალიან ბევრი უსიამო კონფლიქტიც იყო, ბევრი შიდა რაღაც დინებები იყო, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეროვნული მოძრაობის ლიდერების მუშაობა პოლიტიკურმა და სამართლებრივმა მუშაობამ იმ დროინდელ ხელისუფლებასთან, ეს უკვე გუმბარდის ხელისუფლება იყო, მოიტანა 90 წლის თებერვალში ის, რომ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ანექსია და ოკუპაცია ცნო საქართველოსი. ეს იყო, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი, ყველას უყვირდა, ჩვენ გვახსოვს შეიძლება ბატონი ზვიად გამსახურდიას გამოსვლა, იმ სესიაზე მიწვეული იყო და მას იქ ჰქონდა, რა თქმა უნდა, ანალიტიკური გამოსვლა. ეს ეგონათ მაშინ კომუნისტებს, იმ დროინდელ ახალ კომუნისტებს, რომ ეს იმდენად დიდი ხნის წინ მოხდა, რომ ამის აღიარება მათ დაულაგებდათ სიტუაციას და ამას არაფერი ისეთი აღარ მოყვებოდა, მაგრამ მოხდა პირიქით ამის აღიარებამ გამოიწვია სამართლებრივი კითხვების დასმა და სამართლებრივი დიაგნოზის დასმა, რომ ეს ხელისუფლება, რომელიც ახლა არსებობს, ესე იგი არის უკანონო. ნუ ეს გახდა სამართლებრივი წინაპირობა შემდგომში პარტიის აგრძელების და მათი მანდატებისაც. იცით მარტში დანიშნული არჩევნებში რომ არ მიიღო მონაწილეობა არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ და შემდეგში მოხდა 28 ოქტომბრის არჩევნების დანიშვნა და მომზადება, ეს სწორედ იყო დამსახურება მაღალი პოლიტიკური კლასის, რომ არ რეგისტრირდებოდნენ იმ ეხლა ჩვენ იგივე საკითხი გვიდგას. ამიტომ ეს არის ისეთი გაკვეთილი, არ რეგისტრირდებოდნენ იმ საბჭოთა ორგანოებში. ამიტომ გაკვეთილია, როგორ მოხდა 28 ოქტომბრის არჩევნების დანიშვნა და რატომ მიიღეს ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელმა პარტიებმა მონაწილეობა ამ არჩევნებში. იცით რატომ? იმიტომ, რომ კანონმდებლობის შეცვლა აიძულეს ხელისუფლებას. ცენტრალური საარჩევნო კომისია შედგა ამ პარტიების წარმომადგენლებისაგან და მათ დანიშნეს არჩევნები. იქ რეგისტრირდებოდნენ პარტიები. ეს იყო საფუძველი, რატომ იყო არა კომუნისტური, არა საბჭოთა ის არჩევნები 28 ოქტომბრის და რატომ მიიღო მონაწილეობა მასში აი ამ პარტიებმა. თუმცა რას თქვენ აღნიშნეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტია, რაც ბრძანეთ თვითონ არჩევნების ორგანიზების. მე სამართლებრივი კუთხე ავიღე, რახან ისტორიკოსები და ჰუმანიტარული ხალხი ყავს. და მაშინ განსაზღვრელი იყო ის განწყობა, რომელიც საზოგადოებაში, ქუჩაში, ორგანიზაციებში და ასე შემდეგ. რასაც სამართლებრივი ფორმა ჭირდებოდა. რასაც სამართლებრივი ფორმა ჭირდებოდა, თქვენ რო
შევახსენეთ მასშტაბელი ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების საქმიანობა, მე მახსოვს, რომ ერთი დღე არ ჩაუგდიათ მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველ დღე რაღაცა მნიშვნელოვანი აქცია შეხვედრა იმართებოდა და კომუნიცირებდნენ იმ ხელისუფლებასთან. რა თქმა უნდა და ამ განწყობის წინაპირობებმა ფაქტობრივად მოიტანა ეს ყველაფერი. ქალბატონო მაია, თქვენთან მინდა გადმოვიდე პირველ რიგში 36 და 34 წლის წინანდელი მოვლენების ეს რაღაც ერთიანი მოვლენა მაინც მთლიანობაში, რაც არ უნდა წლები დაშორება იყოს მათ შორის. მისი მნიშვნელობა დღევანდელობისთვისაც რო აღნიშნოთ, განსაკუთრებით შევახსენოთ თქვენი თავების წარმომადგენლებსაც, იმიტომ რომ ახალგაზრდები რაღაც მათ უფრო მეტად ესმის, რაც არ უნდა უცნაური იყოს და შეიძლება არც არის უცნაური, იმდენი ტრამვა გამოიარა შემდეგ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ თქვენმა თაობებმა, ჩვენმა თაობებმა, რომ უფრო მეტად ბრთხილები რო ვიყოთ არც ამაშია მოულოდნელი რამე, უბრალოდ პრობლემა არის, როდესაც ჩვენი დანარჩენი სტუმრების არ იყოს, აი ეს სიფრთხილე უკვე მონურ განწყობაში გადადის ალბათ. ცხადია, ხო და ახლა უსმენთ ქალბატონს ეს რაღაც განსაცვიფრებელი პარალელებია, იმიტომ რომ თვითონ განწყობები, ემოცია, იდეა თვითონ პოულობს თავის ენას, თვითონ აკნებს თავის ენას. მაშინაც იყვნენ მსხვერპლი ახალგაზრდები, ხო, ზუსტად ჩემი თაობა, ჩემი მეგობრები, რომლებიც იქ შემშილობდნენ. აი ახლა მთელი ვანდალური დარბევების, ახლა მთელი ვანდალური მათი ქცევების ძირითადი მთავარი მსხვერპლები არიან ისევ საუკეთესო ახალგაზრდები, როგორც აბსოლუტურად ერთიანი ლაპარაკობს ერთის და მეორეც. აბსოლუტურად ერთიანით. განსხვავებასაც კი ვარაც განსაცვიფრებელია მართლა ეს. რაც შეეხება თქვენს ნახსენების მშვიდობას და სიფრთხილეს, ხო? მოდი ვთქვათ, რომ ეს თავისთავად უკვე ეს მშვიდობა სამომფარებული რაღაც ისეთი ირონიულია, აუტანელი, ისეთი დამცინავია. რომელი მშვიდობაზე გველაპარაკებიან, როდესაც წარმოუდგენელი არამშვიდობა გვაქვს ქვეყანაში. ყოველი დილად თენდება, სწორედ არამშვიდობიანი დილად თენდება, ხო? ყველა მაგას მეც და ჩემი მეგობრებიც ვამბობთ, რომ ნებისმიერი დილა, როცა როგორც კი გავახელთ თვალს და ვხსნით კომპიუტერს, რა მოხდა პირველ რიგში, მოლოდინი და შიში რა დაგვხდება, რომელ შემთხვევაში შემაშფოთებელი ის არის, რომ ჩვენი მოქალაქეების ნაწილი, რომელთანაც ჩვენ მოგვიწევს ცხოვრება მიუხედავად იმ რადიკალური განსხვავებების და ეს ძალიან რთულია მართლა ესეთი პატარა ქვეყნისთვის ესეთი ღრმა ნაპრალები. ხო, რომ არსებობენ მოსახლეობის რაღაც ნაწილი, რომელსაც გულწრფელად ჯერათ აი ამ მშვიდობის თუ რაღაც ეს არ არის მშვიდობა. პირდაპირ მოგიწოდებს არამშვიდობისკენ. როგორ წარმოგვიდგენია რუსეთთან, როგორ წარმოგვიდგენია მშვიდობა მას შემდეგ, რაც საკუთარ თავებს გავაუქმებთ. მას შემდეგ რაც შევწყვეტ არსებობას და რა მშვიდობა იწყება ამის შემდეგ. ეს ქართული სახელმწიფოს გაუქმება, შენი თავისუფლების გაუქმება, ხო? და მე როგორ მშვიდობიან დღეები, როგორ მშვიდობიანი ცხოვრებას ვიწყებს. არანაირი მშვიდობიანი ცხოვრება არ იქნება. არასოდეს არ იქნება, მანამ ჩვენი თავისუფლების, მანამ ჩვენ არ გვექნება ჩვენი ნამდვილი სახელმწიფო, ხო? და აი მე არ ვიცი, არიან ნაწილი ადამიანებს, ჩვენ ყველა ერთ ქალაქში ვცხოვრობთ და ჩვენ ხვდებით იმ ადამიანებს, ვიცნობთ ხო იმ ადამიანებს, ახლა ვინც რაღაცა ეს ეგრეთ წოდებულ კოცებს, ხო? გასაგებია, რომ ნაწილს აქვს ინტელექტუალური პრობლემა და მართლა გულწრფელი ჯერა და შეიძლება შეურაცხმყოფილად შეხედოს, მაგრამ სხვა ხსნა ამას არ აქვს. ნაწილი კონფორმისტია, ხო? და მას ურჩევნია დღეს მახსოვს, ჩემი მეგობარი შემოთა აქციაზე და მეუბნებოდა გულწრფელად მითხრა ერთმა ნაცნობმა. თან ღელავსო ჩემზეო, ეთყობა რაღაცა ფანტომური ისინი აქვს ხოლმე მოგონებები, ძველი, დარდობს, რომ აი მაგალითად ხვარცემეს პერიოდულად უფრო გავს ხოლმე, თან აქვს ხოლმე ეს რაღაც ადამიანური რაღაცა გაუველობს ხოთი შორის არ არის ხშირი. და პირდაპირ მითხრა, რომ მე მაწყობს ეს ხელისუფლება და მე რატო აწყობს? ნუ კორუფცია უფულს აკეთებს, ხო? ნუ არსებობს აი ეს ადამიანები, რომელსაც ასევე ამოეყარნენ ამ ყოველად აი როგორ გითხრა საშინელი კიჩური ენა თან, ხო? ესენი სულ მაგას განცდა პირველ დღიდან რომ თქვა ადამიანური მეტყველება არ ახასიათებთ. ეს არ არის ადამიანური. ეს არის მესეჯ ბოქსები, ცარიელი ადამიანების მესეჯ ბოქსები. დღეს ის გვარები მავიწდება. რაღაც უცნაური ქალი ყავს, წილოსანი. სანაი, მე დღეს ვფიქრობდი, ნუ ორივე ერთად მუშაობს, რა თქმა უნდა, ახლა რასაც ვიტყვი, ერთი რომ მათ არიციან სიტყვების მნიშვნელობა და მართლა არიციან და მეორე, უბრალოდ სხვადასხვა ვერ გამოთქვა, სხვადასხვა როგორ შენიღბონა, ხო? ნუ როგორ შენიღბონის, რომ უკვე ახლა უნდა გავჩერდეთ და სრული სვით რუსეთისკენ. აი როგორ უნდა შენიღბონ, წარმოუდგენელია თქვა, რომ თურმე 9 აპრილს ის ახალგაზრდები დაიხოცნენ ტრაგიკულად. ტრაგიკულად დაიხოცნენ. აი
მართლა კომენტარებზე აი ამას უსმენენ და ეს არის ასატანი. ეს მეორე პრობლემა ექნება მას შემდეგ, როდესაც ჩვენ ქართულ სახელმწიფოს დავებრუნებთ, ამ ადამიანებთან ეს რაღაცნაირად უნდა მოხდეს ამ ადამიანების რეაბილიტაცია, თუ შეუძლებელია აი ესეთი პრიმიტიული უხამსობებით манипуляცია. ზექვემდებარებოდი, ხო? ბატონ ბეჟან, და აი ყველას მინდა დაგისვათ ეს შეკითხვა და ჩვენი საუბრის მეორე ნაწილი ამ მიმართულებით წარმართოთ. რაზე ჩვენ საუბრობთ, ეს არის ფაქტების აღნიშვნა. ფაქტობრივად შეიძლება მცირედი ინტერპრეტირებით, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ მუშაობს სტრუქტურირებული მანქანა, რომელიც უზრუნველყოფილია, სხვათა შორის ჩვენივე ჯიბეებიდან, საქართველოს მოსახლეობის გადასახადებიდან აკრებილი თანხებით, ეს რეპრესიული მანქანა მიმართული არის ისევ ამ ხალხის რეპრესირებისკენ და რაღაცა ამ ძალისმიერ კომპონენტზე დამყარებული მართვის რეპრესიული მართვის სისტემა რაღაც ჩაკეტილი წრესავით არის. ისინი ხვდებიან, რომ კიდევ უფრო მკაცრ ზონებზე რო წავიდნენ, შეიძლება მიიღონ უკვე ბრაზის მეშვეობით კიდევ უფრო მეტად პროვოცირებული ტალღა საწინააღმდეგო, ამიტომ ამას მაინც ზომავენ და დღევანდელი დღეც სხვათა შორის მათი გადაწყვეტილების გათვალისწინებით ამის გამოხატულება იყო, მაგრამ ძალიან კონკრეტული მიმართულებით მიდიან ფაქტობრივად ცივი სამოქალაქო ომი აქვს გამოცხადებული ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის წინააღმდეგ, უბრალოდ აქვთ რა წვდომა და მართვა აი ამ ძალოვან სტრუქტურებზე, აქვთ რა ძლიერი პროპაგანდისტული იარაღი ამავე დროს ხელში, ისინი წარმატებას კი ვერ აღწევენ, მაგრამ მუშაობენ აქტიურ გამოფიტვაზე დანარჩენი აქტიური საზოგადოების. მიმდინარე პოლიტიკური პროცესის გათვალისწინებით, რა უპირატესობები აქვს დღეს ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას, საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობას, სახედავ ხარვეზებს, რომელიც თქვენი აზრით გამოსწორებადია და უნდა გამოსწორდეს. გამოსწორდება, ამაში ვარ დარწმუნებული, იმიტომ რომ ეს ბუნებრივი პროცესია, ეს ქართველი ერის გადაწყვეტილება არის, რომ იყოს დამოუკიდებელი და იყოს თავისუფალი. თქვენ მიგაჩნიათ, რომ ეს არის გარდაუვალი აუცილებლობა. ეს არის გარდაუვალი აუცილებლობა, სხვანაირად არ ყოფილა. ეს არის ერთადერთი ქვეყანა ამ 300 წლიანი ისტორიით და მე დღეს ვამაყობ იმით, რომ ჩვენ ახალი სახელმწიფო კი არ შევქმნით 91 წელს, ამით გავაგრძელეთ, ისაც 21-ში შეწყდა, ხომ? ერთ საუკუნეს ხო. და იქ ჩემთვის მიხარია, რომ გადავხედავდი დავითანაც ვიყავი და ფარნავაზამდე ვწდებოდი და ეს იყო ჩემი სიამაყე, რომელიც არ მაძლევდა საშუალებას სხვანაირი ვიყო. და დარწმუნებული ვარ, ასეთები არიან ეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა თითქმის 99%. მე იმედი მაქვს, ისინი გამოსწორდებიან, იმიტომ რომ მათი მისი პირადი კეთილდღეობის იქეთ ვერ ხედავენ ვერაფერს, იმიტომ რომ მათთვის მეტი არის, აი გერმანელებს აღზე ვოსტანდ, რომ მისთვის სწრაფა ყოველდღიური კეთილდღეობისაკენ, აი ეს ადამიანებს კლავს, რომ რაღაცა ფორმით და სხვა შორის შეცდომა იყო, რომ რატომღაც ადამიანები მხოლოდ მიიჩნიეს იმათ, რომ კეთილდღეობის მოპოვება უსურს, არამედ თავისუფალ ქვეყანაშია მხოლოდ ადამიანი. იმიტომ რომ იმ სივრცეში რაც ჩვენ ლაპარაკობთ, თავისუფლების უზრუნველყოფის მყარი გარანტიები იყო, ხო? რომელიც ახლა იშლება ევროპული სივრცე. თუ არ არსებობს სახელმწიფო ინსტიტუცია, თუ არ არსებობს სახელმწიფო, ჩვენს აფერქონება არ გაგვაჩნია. თუ მე საკუთრებას ვერ დავიცავ, საკუთრება არ გამაჩნია, ვერაფერს ვერ დავიცა. თუ მე ეროვნება არ გამაჩნია, თუ მე სარწმუნოება არ გამაჩნია, ჩვენ იმას კი არ ვამბობთ ურწმუნო და უსამშობლად, ჩვენ ვამბობთ ჩვენ პატრიოტიზმს ადამიანის ამღირებულებებს uns პირადად გააჩნია. ეს მათ ვერ გაიგეთ, ეს მათ ვერ წარმოუდგენთ, იმიტომ მათ უნდათ ყველაფერი იყო თავიანთვის. თვითონ უნდა იყვნენ თავიანთი კეთილდღეობით, ეს მიაჩნიათ ჩვენი კეთილდღეობა. ეს არის გარყვნილი გონების არსება და ეს ცნობილი ამბავია. მე მაინც მიმაჩნია, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი მამაცი ადამიანი გვჭირდება, მამაცი პოლიტიკოსები გვჭირდება, მამაცი გადაწყვეტილებით. მე სულ არ მესმის, რომ ამბობენ, რომ ტრიბუნა არის და ვერ გამოვალთ იქ ვიღაცები წავდნენ. ეგ არ არის სწორი ფორმა. მაგალითად, მე დღეს როცა გამოვდიოდი, ვთქვი ისეთ სიტყვა, რომელიც ვიღაცებს არ მოსწონდა, მაგრამ მე სულ არ მიმაში მე ვთქვი, რომ ჩვენ აქვე დგავართ. იმისთვის რომ ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ და ხვალთანაცხოვრება უნდა შევწროთ, ხომ? აი მიიღო ევროპარლამენტმა დადგენილება, ვასრულებთ ყველა, იმიტომ რომ დურალექს ედლექს არის კანონი, მაგრამ არის კანონი. ყველა შესრულებად უნდა იყოს. მე არ მომწონს ეს ადამიანი და ამიტომ ეს არ შესრულდეს, არ მიმაჩნია სწორად. თუ ევროპარლამენტის დადგენილებაში წერია, რომ პოლიტპატიმარია მიხეილ სააკაშვილი, ყველა უნდა გავიზიაროთ, გვინდა ევროპის დადგენილება, ყველა უნდა ვიბრძოლოთ ამისთვის. და იმ დედებსაც ყველა უნდა იცოდეს, რომ იქნება ვებხვის დედა ჩემს მწარეთა ტირის. არ ვიცი მე როგორ არის ეგ ხატრულად ხმული, მაგრამ ფაქტია უნდა გვესმოდეს. უნდა გვესმოდეს ქრისტიანული მორალი, უნდა გვესმოდეს მორალი, რომელიც ითხოვს
თანაგზნობას ითხოვს ადამიანის ევროპა არის დამყარებული ქრისტიანობაზე, ანტიკურობაზე და რომის სამართალზე ითხოვს, იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამ ბრძოლაში ქვეყნის გადარჩენის პატრიოტი, მაგრამ შეგიძლია დადგე იმ ადამიანებთან, რომელთაც ქოცების დროს მაღალი თანამდებობები ეკავა და ეს გაუგებარი ამბავია, მე არ მესმის, მე ვამბობ პირველადი ქოცებსაც ვეუბნები, რომ ეს არ არის ახლად გაქრისტიანებულებით იქცევენ, რომ კატეგორიულად ითხოვენ ვიღაცეებისგან, ხომ? ამიტომ ჩვენ მე ვთქვი რომ ჩვენ უნდა განვიწმინდოთ გულები თავისუფლებას. ეგ არის თავარი ტექსტი ჩემს ცხოვრებაში და მეორე კიდე თავარი ის არის რომ აი პოლიტიკოსებმა უნდა იმუშაონ და ყოველდღიური ანგარიში ჩვენც უნდა ჩაგვაროთ. ჩვენ მივდივართ მათთან, კი არა, ჩვენ სამშობლოსის მივდივართ და ყველასთან მივდივართ. ჩვენ ამიტომ ვთხოვთ გაერთიანებას. აი ახლა ის რასაც აკეთებს ქალტონი სალომე არის ძალიან კარგი, მაგრამ უნდა კეთდეს პარტიებთან ერთად. ის კი არა მე ვაცხადებ და მის შემოmiერთება არა. ამ პარტიებმა უნდა მოინდომეს ვინც რაღაც ხმები მიიღეს უპირველეს ყოვლისა, ვინც არ მიიღეს, რომ ერთად დაიწყდნენ ის რაც გვაერთიანებს. ჩვენ გვაერთიანებს ის არ გვინდა რუსეთი, რა ვიცავს ამ საქმეს შევთანხმდეთ, ამ ეტაპზე ვიბრძოლო და შემდეგ ხო ხალხის ნებავის მისცემს სხვა ძალკე. ეს არის მოთხოვნა, მათ ვერ გაიგებს, მათ გონიათ რომ ჩვენ ვთხოვთ რომ ისინი დაძმები იყვნენ, არა. ან მით უმეტეს ერთ პარტიას. არა, ჩვენ ვითხოვთ ამას. სხვა ჩვენ ამას ჩვენ მივახცეთ, ყველას ავიწყებ ერთი რამ რომ ზოგადად გამსახურდია დამოკლო რომ გამოაცხადა, ზოგადად გამსახურდი არის ამოტოს ლიდერი იმ დღისაც 9 აპრილისა ის მოწამლეს კიდევაც იმ დღეს თქვენ ყველას გახსოვთ აპატიმრებული იყო 40 დღით მაგრამ იცით რა ეს ერთიანობის პრინციპი არსებობდა იმ პერიოდში სხვათა შორის მიუხედავად 1000 შემდგომი დაპირისპირებისა 1000 აი ეს უნდა გავიგოთ მესმის მადლობა ბატონო ქალბატონ სევდია თქვენ რა სიტყვა დიახ აი სწორედ ხშირად ფიქრობ ხოლმე იმაზე ძლიერები არიან ეს რუსული კოშმარი თუ სუსტდებიან. როგორია ჩვენი ბრძოლის შედეგი? ჩემი მიდგომა ესეთი არის, მე ესე მეჩვენება, რომ ის რომ ისინი ყოველ დღიურად, ყოველ წუთიერადაც უკვე გამოსცემენ ახალ კანონებს, რუსულ კანონს, მეორე, მესამეს ფარას დაარქმევენ თუ პირბადეს აკრძალავენ თუ შუშხუნას პარტიებს აკრძალავენ თუ რასაც გააკეთებენ და ნებისმიერ დამკვირვებლის დგომას აკრძალავენ და ფაქტიურად აღიარებით ჩვენება მისცეს. სათხდებოდა კარუსელი, ეს კარუსელის ის აღიარეს, როდესაც თქვეს, რომ დადგომა არ შეიძლება. ეს ახალი კანონების გამოცემა არის სწორედ იმის ნიშანი, რომ ჩვენ სწორად ვიბრძვით და რომ ეშინიათ და ისინი იძულებული არიან კანონებს შემოიღონ, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ სამართალი არის პოლიტიკის ხელში ინსტრუმენტი. სამართლის მეშვეობით მართავს პოლიტიკა ქვეყანას და სწორედ ამაშია საქმე. მაგრამ მეორეს მხრივ ამ კანონებთან მიმართებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი ფაქტი. როგორ სრულდება ეს კანონები? ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კანონები სრულდება. კანონი კვდება ორ შემთხვევაში. თუ კანონი არასდროს არ სრულდება, ან თუ კანონი ყოველთვის ირღვევა, ან თუ არ არის კანონის გამოყენება საჭირო. ეს რადიკალური, ესე ვთქვათ, რეცეპტი ამ შემთხვევაში არა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კანონი მუშაობს, მაგალითად პირბადეს აღარავინ აღარ იყენებს აქციაზე, ან შუშხუნა ვიღაცამ არის, კი ვიღაცას იჭერენ, რა თქმა უნდა. ამუშავდა პირველი ეს რუსული კანონი არ ამუშავდა. ესე იგი ის რომ კანონები ვერ სრულდება, არის სწორედ იმის ნიშანი, რომ ისინი ვერ სრულდება და ეს მიუთითებს ამ კრიზისზე. ის რომ ისინი ჯერ კიდევ თავიანთ კორუფციულ წრენში იხარშებიან და მთავარია თქლიფონ აი ამ ჩვენი ბიუჯეტიდან და მთავარია რომ ფუფუნებაში ყავდეთ თავიანთი ქალთა უფლებებს ჯერ როგორ ეპყრობიან ქალთა კვოტა გააუქმეს და ქალები გადააქციეს რაღაც დანამატად უნდათ გადააქციონ ისე პარლამენტში რომ ქალი უნდა იყოს აუცილებლად ვიღაცის ცოლი და დედა ან საყვარელი სხვანაირად ესე იგი ქალს ფუნქცია გააუქმეს კვოტა საჭიროა ევროსაბჭოთაშიც იყენებენ ამას ესე იგი ეს ფუფუნება არის მათი მთავარი მიზანი ახლა ჩვენ როგორ ვიქცევით სწორად ვიქცევით ჩვენ და სწორად მოქმედებთ არასაკმარისად მუშაობა მთელი მიდის და მთელი იმედი რუსული კოშმარის როგორცაც მას უწოდებს უკვე მთელი მსოფლიო არის ჩვენი დაშლა და როგორმე რომ არ მოხდეს გაერთიანება გასაგებია ახლა სიებთან მიმართებაში რაც მოხდა ეს უკვე უკან ვეღარ მოვაბრუნებთ მინდა გავიხსენო წარსული და ბატონ ბეჟანს ემახსოვრება რომ იგივე დაშლის პრინციპი ქონდა საბჭოთა ხელისუფლებას როდესაც ერთი სიით უნდა გასულიყო მთელი ეროვნული მოძრაობა 28 ოქტომბერს და 2 დღით ადრე
ძალიან გულსატკენმა, ძალიან კარგმა ადამიანებმა ვარი უთხრეს და სასწრაფოდ დასაწერი გაუხდა ახალი სია მრგვალ მაგიდას. რატომ ხდებოდა ეს? იმიტომ რომ ერთიანი სია იყო უფრო ძლიერების ნიშანი. ვერ გამსახურდია მზად იყო გაენაწილები და ეს ყველაფერი ესე იგი თავის პოპულარობა ყველასთვის. ჩვენ იგივე რამის მოწმე არ ვიყავით ამ არჩევნებთან დაკავშირებით. გასაგებია, იმათ ისეთ ძალები ჰქონდათ მობილიზებული, რომ ძიმე იყო მასთან ბრძოლა, მაგრამ მაინც ბევრად ნაკლებ შედეგს დაწერდნენ თუ იქნებოდა ერთიანი სია. განა მიხეილ სააკაშვილი იგივეს არ ამბობდა, სახელი, ნომერი, ყველაფერი იყოს ვისიც გნებავთ, ოღონდაც იყოს ერთიანი სია. კარგი ბატონო, სია არ შედგა, არ მოხდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო და ეს იყო ძალიან დიდი ზეგავლენა სწორედ პროპაგანდის. ხომ შეიძლება სხვა დანარჩენ საკითხებში, კარგია რომ საგარეო ურთიერთობებში ეს ხდება და კარგია რომ ამ ხრივ ფაქტობრივი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ასევე არასწორად არის არჩეული თავის დროზე და ძალადობით არის არჩეული, მაგრამ ეხლა კარგ საქმესაც აკეთებს, ახმოვანებს ამას, მაგრამ გარეთ არ წყდება საქართველოს ბედი. მე არ მჯერა რომ გარეთ გადაწყდება. ეს გადაწყდება შიგნი და შიგნი გაერთიანება, ერთობა გარკვეული საკითხების ირგვლივ, ერთმანეთის ჯიბრის ამოღება საერთოდ დღის წესრიგიდან არის აუცილებელი. სხვაგვარად ჩვენ ვერ დავამარცხებთ. ვის deep state-ს არა. რა თქმა უნდა, მითიური deep state-ით რომ გვაშინებს იმ რუსულ კოშმარს, იმიტომ რომ ეს არის აუცილებელი, როგორც არ უნდა ხდებოდეს სეგრეგაცია პატიმრების, ახალი პატიმრები, ძველი თანამდებობისპირი პატიმრები 19 წლის არის თუ 70 წლის, არც ამ ნიშნით, არც სინდისის და პოლიტიკური პატიმრით, არც უიმე რაღაცა ალბათ დაუშავებია, მაგრამ პატიმარი არის პატიმარი და ემპათია უნდა იყოს საერთო. ამას თუ ვერ მივახცევთ. თუ ვერ მივახცევთ, რომ იქ ვიღაცას თუ არ ესიამოვნებს, მეც არ მსიამოვნებს გუშინ განხოცებულების გვერდით დგომა. ვინც მოძღრავდა და მეუბნებოდა რას ამბობთ, მიზნები ემთხვევა რა რუსული პარტია და დღეს იგივეს გაიცახია და რატომღაც ეს არის სიამოვნების მიღების რა თქმა უნდა, მაგრამ მე არის ახლა რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის აუცილებელი რომ ჩვენ ერთობლივ მოქმედებას მივახცევთ. თუ ამას მივახცევთ, შედეგი გვექნება. თუ ამას ვერ მივახცევთ, რა თქმა უნდა, ფუჭი იქნება. თვითონ ესეც მოусვენთ უბრალოდ. პროტესტი. ბევრ წარწარფერი აღარა მაგას დაახლოებით ასე ვფიქრობ, რაც ხატია. ერთადერთი რაც მაწუხებდა ხოლმე ძალიან დიდი მცდელობა იყო და დიდი ძალისხმევა დაიხარჯა თვითონ პოლიტიკურ მთელი ამდენი წლების მანძილზე თვითონ პოლიტიკური პარტიების დისკრედიტაციაში ხო. და ძალიან ხშირად ჩვენი ხელით კეთდება და ჩვენ ხელს გულს მოქალაქების. აი პროევროპული ნაწილის ხელით არ გვინდა პოლიტიკოსები და ეს მოსულმეურდა კაცო როგორ არ გვინდა ვერ ხვდებოდი როგორ არ გვინდოდა და რომ მიდიოდი საარჩევნო ყუთთან რას ვაკეთებდით მე თუ მთელი ამ პროცესებიდან ვთიშავთ მათ თუ ესეთი რაღაც გადაულახავი დისტანცია გვაქვს რას ვაკეთებთ მე საარჩევნო ყუთებთან რატო უნდა გადავწყვიტო რომ მივცე იმას ხმა რომელთანაც არანაირი კონტაქტი არ მაქვს არანაირი კომუნიკაცია და საერთოდ არ ვიცი რა უნდა ხო გამოსავალი და გზა მათი გარიყვა კი არა არამედ მათი მოთხოვნების სტანდარტების ამაღლება და მუდმივი ზეწოლა მასზე რომ გაიზა კონკურენციის მეშვეობა და კიდე ჩვენგან ძალიან სწორი მოთხოვნების აყენება აქამდე არ მევიდა საქმე ხო ხელაღები თუ არ ყოფეს გვახსოვს ხო ეს პერიოდი ნუ ამ პერიოდისთვის და ამ რაც თქვი უკვე ამის ძალიან იზრუნეს ხო და ეს არ იყო ასე ჩვენში სპონტანურად დაბადებული სურვილი, ამის ეს დაზრუნები იყო უკვე დიდი ხნის. თუმცა ქალბატონმა მეორედ გაწყვეტით მაპატეთ, მაგრამ თავად პოლიტიკურმა ლიდერებმაც ალბათ უფრო მეტი უნდა აიღოს. თავზე, იმიტომ რომ მარტო წუწუნის ნაწილში რო არ დარჩეს ეს ჩვენ თვითონ არ ვემხრობით ზოგადად ამ მიდგომას, მაგრამ ლიდერი, იმის ლიდერია, რომ იგივე ხა ზუსტად გამსახურდიას ვიხსენებთ თუ სხვებს. ისინი არავის არ ეკითხებიან ჩვენ და ამიტომ შედიოდნენ მთელი თავისი არსებით. ხარჯავდნენ თავიანთ დროს ენერგიას ავტომატურად მოყავს უკვე თავისი ადგილი მოყავს ეს ადგილი არა ყავს მაგრამ გამიშეგენი დრო აჩენს არა ეს კომპლექსები არა ჩვენ გულისხმობთ რომ ის ამონაკვეჭა დღეს ხვალზე ბჭირდება ლიდერები იყვნენ და ვინც ერთხელ გაიმარჯვა ვარდების რევოლუცია მოიტან და ეს ადამიანები იქნებიან კი ბატონო ბოდიში რო გააცხოდნენ განაგზით და მე აი რაღაც უცნაური რაღაც მოხდა ხო ჩვენი ერთ დღეს ჩვენ გავიღვიძეთ სულ ფიქრობ ხოლმე ამაზე აი ხა როდესაც დიდი აქციები დაიწყო
ბევრმა განსხვავებულმა ადამიანმა არასაკურველი ვისაც ერთი საფუძველი ქონდა ხო ერთი აი ამსავალი წერტილი ერთი ქონდა ჩვენ გვინდა თავისუფალი პროევროპული საქართველო ცივილური საქართველო სახელმწიფო უცებ ავდექი თითქოს ერთი სხეულებები თითქოს ერთი სხეული ქონდა ყველას აი ამ ერთი სხეულით გავედით თითქოს და სულ ფიქრობდი რომ ეს არ არის ბრბო ეს აი ისეთი გამოხატული პერსონალიები იმიტომ რომ იქ გაცნობიერი და ძალიან გაცნობიერებული ხო დაწყებული განსაცვიფრებელი იყო ხო ამ ახალგაზრდების მე რო ვადარებთ ხოლმე ჩვენ თავებს ამ ახალგაზრდებს რამდენად არაფერი არ გვესმის გულუბრყოლები ვიყავით ან როგორ არ უნდა ყოფილიყავთ მე და ჩემი მეგობრები როგორ არ უნდა ყოფილიყავთ გულუბრყოლები არ მიცხოვრია არასდროს სახელმწიფოში არასდროს და მე არ ვიცოდი რა იყო სახელმწიფო და მე როდესაც უკვე დასავლეთ გერმანიაში როდესაც თავშეთ ევროპაში მე მგონი რომ ეს მხოლოდ იქ უნდა იყოს და აქ არ შეიძლება მოხდეს იმიტომ შეუძლებელი იყო ეს მოხდეს აღმოჩნდა რომ თერმე შესაძლებელი არაჩვეულებრივად ხო და სულ ამ ისეთი სერიოზ შემთხვევით რატო იყო მნიშვნელოვანი მთელი ეს მოძრაობა და მთელი ეს პროტესტული პერიოდი ჩემთვის ხო ძალიან მნიშვნელოვანი კერტი ერთი რამის გამო მეც ხადია გარკვეულწილად რაღაცნაირად ვიყავი აი ამდენი მოკლედ ჩვენი თაობები ეს არის მარცხის თაობები და ადამიანისგან ქართული ადამიანისგან შექმნეს მარცხის იდეოლოგია მოარგეს ეს მარცხის იდეოლოგია ამიტომ მე სულ ვეჩხუბობ ხო ძალიან ვაპროტესტებ და არ უშვებ ამ ფრაზებს რომ მაინც ვერ გავიმარჯვებთ როგორც წესი დამახასიათებელია ჩვენი თაობებისთვის და არ ახალგაზრდები ძალიან ვებრძვე ამ ფრაზებს იმიტომ რომ ვერასოდეს ვერ გაიმარჯვა თვითონ ვერს თავის პირად ბიოგრაფიაში ანუ ვერ შეძლო ის რაც უნდა შეძლებოდა და უნდოდა და ვერ დაინახა აგრეთვე გარეთ წარმატება ანუ წარმატება რომლის გამოც რომ არ არის ჩვენ გქონდა ეს წარმატება მაგრამ სასტიკად დავისაჯეთ იმ წარმატებისთვის შემდეგ ხო სასტიკად გვაგებინეს ანუ მე ძალიან ვებრძვი ამ განწყობას და ეს მარცხის იდეოლოგია ინგრევა ეხლა სხვათა შორის ახალგაზრდებში და სულ ამას ვამბობ რომ თუ ჩვენ ვერაფერს ვერ სხვათა შორის აი ეს აუცილებლად უნდა გავიხსენო თუ გვაქვს 2 წუთი დრო არის გოლომანი თომას მანის შვილი ძალიან საინტერესო ისტორიკოსი და არაჩვეულებრივი ინტერვიუების სოციალი აღარ არის ცხოვრობის მეორე ნაწილში ჩამოვიდა უკვე ამერიკული ემიგრანტი და ჯერ შვეიცარიაში მე დაბრუნებულან მანები გერმანიაში ეს დაბრუნდა გერმანიაში და ესეთი ინტერვიუ ნუ არაჩვეულებრივი ინტერვიუა იმ ინტერვიუ ერთთან ვისაც გქონდა მე ჰანა არენთან ინტერვიუ ნუ ეს აი მართლა უკვე თითქმის ლეგენდარული ინტერვიუებია და როგორ ჩვენ ამბავს ყვება იცით ანუ რა ხდება ვაიმარის რესპუბლიკა ვიცით ფაშიზმის მოსვლამდე რომელიც იყო დემოკრატიული ასე შემდეგ ქონდა ბევრი პრობლემები იყო და ახლა ამ ისტორიას ხარ მოყვები და იყო ძალიან ინტელექტუალური გერმანია წარმოუდგენლად ისეთი რენესანსი იყო თანამედროვე გერმანია ვერ მოვა იმ პერიოდში წარმოუდგენელი თითო გვარი ქმნის მთელ ეპოქებს მთელ ევროპულ ეპოქებს აი ამ გერმანიაში 20 ხუთებს ეს იბადება ეს ვანდალიზმი და ინტერვიუერი ეკითხება რომ აი რას ეთქვით ახალგაზრდებს და გოლომანი წავიდა 20 წლის ასაკში გერმანიიდან ანუ ცნობიერ ასაკში მაგალითად უმცროსი და-ძმები პატარები იყვნენ და-ძმები აღარ ყავდა დები პატარები იყვნენ და ეს პასუხობს ზუსტად ამას პასუხობს რომ რას ეთქვით რას რჩევას მისცემთ ახალგაზრდებს არაფერს ეთყობა ვეთყოდი რომ ჩვენ არ დაგვიჭერო თუმცა თქვენი მოსვლა მაინც ძალიან საინტერესო იყო. შეიყვარეთ თქვენი თავისუფლება, ჩვენ დავმარცხდით. ზუსტად ახალგაზრდები მინდა რომ დაუთმო უფრო მეტი დრო ჩვენს გადაცემაში. იმიტომ რომ აი ხა ჩვენს 9 აპრილზე დღეს რატო იყო უკეთესი დღე ჩემთვის რომ ჩვენ სულ ეწევით ჩვენი ისტორიის ვიქტიმიზაცია, ჩვენ სულ ხერხად გვაქვს ჩვენი თავი წარმოდგენილი, სულ ჩვენი ისტორია არის გარემტრების, დავყრობის, სულ ბედურებათა ისტორიის განცდის, იმიტომ ამისკენ ორიენტირებული გავხდით. მარცხების გამო და ამიტომ ვფიქრობ რომ დღეს ამიტომ ვამბობ რომ ხშირად რომ ჩვენ 9 აპრილი ქონდა პირველი ეს ტრაუმა მაგრამ აი 9 აპრილს ეს გავიმარჯვეთ და ეს არის ისტორიის განზომბადობის ეს ნაწილი და ეს მინდა შექმნება ქონდეს სიმამაცის ქართველებს აი სტუდენტებსაც ეუბნები თითქმის ყველა ლექციაზე რომ თქვენ თუ ოდესმეთ რაიმეს მიზანს დაისახავს და ყოველდღე ერთ ხაზს გავუსვამ თქვენ მიაღწევთ თორე მამაცი და მიზან დასახული უნდა იყოს აი ეს აკლია თვითონ ჩვენმა პოლიტიკოსებმაც კი თავის ხერხად წარმოიჩინეს ეგ არის ძალიან მაგრამ ახალგაზრდებს აქვთ ამ მარცხის თეორიას არ ვეთანხმები საქართველოს რახან არსებობს
მარცხი არ არსებობს, ეს არის გამარჯვება, საქართველო არის მარადიული, ორჯონიკიძეები, ივანიშვილები წავლენ და წამოვლენ, საქართველო დარჩება, საქართველო მარადიული. ისეთი როგორ რასაც ჩვენ ვაპარაკობთ. ისეთი აღარ არის როგორც დავით საქართველოს რომ ასე უნდა წარმოგვიდგინო როგორც ამარცხებული. აი ჩვენ პირდაპირ გეუბნები რუსეთს გინდათ ებრძოლო თქვენ ომი გინდათ რას გეუბნები ამას გვახვევენ თავს ჩვენ გეუბნებით თქვენ მორჩილი უნდა იყო ჩვენ ხო სახელმწიფო არ უნდა იყო დიდინამ ხო ყველა ინსტიტუტი გაანადგურა ნიჰილიზმი დაბადა ამ ქვეყანაში ამიტომ ეს მარცხისკენ მიმართული ქვეყანა ზვიადი ამას გეუბნებოდი იმიტომ არ მოსწონდათ ისინი ხო ამბობდნენ რომ გამსახურდიას რომ რუსეთი არ გაეღიზიანებინა ეს არ მაგრამ შევარდნაძე რომ ხოტბა დაუწყო ხო აფხაზეთის აართვეს ამაჩაბლო და ყველაფერი და მთელი ინსტიტუტი გაანადგურა იგივე ბიზნესი ხო იგივე გააკეთებისგან განსხვავებით ეგ უნდა უთხრათ ხალხს უახლესი ისტორიის განმავლობაში ყველაფერი მოსინჯული გვაქვს. მათ შორის უკიდურეს ლოიალობის კუთხითაც და მათ შორის ბრძოლის კუთხითაც. ბრძოლა არის მთავარი, მაინც ვიცი ბრძოლა არის გონიერებასთან ერთად. გონიერებაა მთავარი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ალბათ მინდა. საინტერესო იყო თქვენთან საუბარი და იმედი მაქვს კიდევ არაერთხელ გვექნება ამის შესაძლებლობა.